გურჯაანის მუნიციპალიტეტმა და იაპონიის ქალაქ იოჩის პრეფექტურამ დამეგობრების მემორანდუმი გააფორმეს. იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში იშიჯუკა ჰიდეკის ინფორმაციით ორ ქალაქს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი კახეთისა და ჰოკაიდოს რეგიონებს დაახლოებს, რაც ხელს შეუწყობს საერთო ინტერესების, მეღვინეობის, კულტურის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას. შეხვედრას კახეთის გუბერნატორი პლატონ კალმახელიძეც ესწრებოდა. მოხარული ვარ, რომ დღეს ქალაქ იოიჩის და გურჯაანის მუნიციპალიტეტს შორის მეგობრული გაცვლებისა და თანამშრომლობით ურთიერთობების განვითარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ვესწრები, რაც იაპონიას საქართველოს, კერძოდ კი კახეთისა და ჰოკაიდოს რეგიონებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ქვეყნებს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქებს შორის არსებული საერთო ინტერესები, მეღვინეობა, კულტურა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი საფუძველს ჩაუყრის თანამშრომლობასა და მეგობრობას სხვადასხვა მიმართულებით. ჩემთვის ეს დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ხელი შეუწყო გურჯაანისა და ჰოკაიდოს პრეფექტურის ქალაქ იოიჩის დაახლოებას. მეღვინეობა აქ ერთ-ერთი წამყვანი დარგია. საქართველოს მეღვინეობას 8000 წლიანი ისტორია აქვს. ჩვენი მეღვინეობის ისტორია კი მხოლოდ 150 წელს ითვლის. თუმცა ქართული მეღვინეობის კულტურას ძალიან დიდ პატივს ვცემთ. როგორც მეღვინეობის ახალი ინდუსტრიის წარმომადგენლები, მოხარული ვართ გურჯაანსა და იოიჩის შორის ამ მემორანდუმის გაფორმებით. ორი მუნიციპალიტეტის მიმართულება, რომელიც თანხვედრაშია ერთმანეთთან, სოფლის მეურნეობა, მეღვინეობა, კულტურა, ამ მიმართულებით დარწმუნებული ვარ, ბევრ საერთოს ნახავს ამ ორი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა და ხელი შეეწყობა, რა თქმა უნდა, ამ ორ მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს შორის ამ ურთიერთობის გაღრმავებას. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ ორი ქალაქის დამეგობრებით გავაღრმავოთ ურთიერთობები, გავცვალოთ გამოცდილება და გავამახვილოთ და ვითანამშრომლოთ ისეთი მნიშვნელოვანი თემების მიმართ, როგორიც არის ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, განათლება, ტურიზმი, სპორტი. ჩვენ ქალაქებს შორის არის ძალიან ბევრი საერთო და განსაკუთრებით ერთი. ეს არის, რომ ორივე ქალაქს აქვს მნიშვნელოვანი დარგი, ეს არის მეღვინეობა და ალკოჰოლური სასმელების წარმოება. ამ ორი ქალაქის დამეგობრებით ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ძალიან საინტერესო და აუცილებელი პროექტები განხორციელდება.